Cristo Jesús motocicleta, Jesús motocicleta, io le capisco che Cristo da. Dice motocicleta, scende mi da. Dice Αξენტისა, ისა მარონისა, სიუგდაგმისა, ისა ბრამისა, კარიბისკოპოსა, უხასტურისა, კირილესის ხონთა ზანმაცნის ხონთა სიმბოლა აღოშჩენ დღეს. და ისა აღშვის გამსიჩენსა. ინო ნიკოლას მილოკის არისკოპოს საკვეთ მოხდისა. და ხისა დეცენჩენს მოხდაშურის ქართულ გამართლის ხალხინოსა. და მართლა თავშეუხის დიაგნოზა შეგვიძლია შეგვიწყოს ბატონში და სახირან და გასმოყარე ამინ უპალო შეგვიწყალენ ის პოლეტი დესპოტა სახეთო მამისა და დის სულსეთ მისა და იოცოთ დღეს იგი ხეიქრისო საქართველოს ტრადიციის აღსრულებას რომ დღეს განსაკუთრებით საქართველოსია ის მომშიომბინოს ოთხ ყველიერის შაბათს ანუ მოძრავია ემდიდი მარხვისინა მუზადებელი კრებისათვის Atunci din Eclesiames, xenia păcăsut, Исламსა შეგველისა. მიცხოვრებაში არის ეს. ამაზე საუბარი მინიშნება. მაგრამ რატო საქართველოს სამაიძმაზე მარხვის წინ? ეს სახე ქრისტიანის ცხოვრებისა. მონაზონებრივი ცხოვრებისა. უფლის იყოს უფლის ერთგულებისა. საოცარ თავდადებისა და საოცარი სიყვარულის საშუალებისა. რომელსაც მან შეიძინა და მოიპოვა ღვთისგან ის მადლი სასწაულს მოხდებისა. მისი სიჭაბუკის ამბავით როგორ ის მივიდა იანზე დაზნელთან და კურთხევა ეთხოვა და მიიღო კურთხევა და დაელოდა კურთხევის შესრულებას. სანამ მამამისი შეუდგა იმონს ცხოვრებას და შემდეგ თვითონაც. ეს სიჭაბუკიდან ეს დაემოწაფა ხო იანზე დაზნელს და ამიტომ ის მოწაფეთა შორის იყო გამორჩეული. მრავალი ყავდა მოწაფე, მაგრამ ის განგებით, კურთხევით, გამოცხადებით და პირადი ხედვით, როგორც მოდრისი თავისუფლების შვილების მათი მდგომარეობისა გამოირჩია 12 და მათ შორის ეს მამაშია ვიმელი. მის სასწაულებში თქვენ ასე იცით ყველა, მაგრამ დიდი მარხვის წინ ეკლესია, საქართველოს ეკლესია ჩვენ გვისახავს ეს მაგალითს სული ცხოვრებისა. რომ ლოცვითა და მარხვითა, მღვიძარებითა, სერწენითა და საშუალებითა და სიყვარულითა შესაძლებელია და მის მიღწევა მის. მაგრამ კი აი ითხოვს განშორება სოფლისაგან. განესო ჯერ სულმილით, როდესაც ითხოვა მოდრისგან რომ დაეტოვებინა ეს სოფელი, სახლი, კარი და შედგომოდა ბერონზე ცხოვრებას. თუმცა კურთხევა უცემული მოდრის მიერ შეასრულა და ელოდესთან მამა გავიდა უდაბნოში და მერე მის საშუალება უკვე ამ სიმდიდრის გაცემის. სანამ მამა წავიდოდა უდაბნოში, ხო? მამა ელოდებოდა რომ შვილს გადარსებდა ამ თავის ქონებას. როგორც მემკვიდრეს. და მაშინ მოუწევდა ამ
მოლა პატრონა მისი და დაუდება სანამ მამა დატოვდა მსოფელს. და აი როდესაც მან მოდრის სიტყვა მიიღო, შიო არ დაჭირდა დიდხანს დალოდება. მალევე მამამისი თუ ისე კარგია ვარ ჩემ გიდომოში ჯერ მეწავალა და წავიდა უდაბნოში. და ამით შიომღიმელს მიეცა ობეტი ღვაწლი. რომ ფლობელმა ქონებისა ეხლავე დატოვების ქონება. ასე უნდა დაუდებოდა სანამ ამ ბერძი დაუტოვებდა, გავიდა და მსოფლიო წლები გავიდოდა და მერე კიდე რა იქნებოდა მის ცხოვრებაში ვინც ის და აი მოძის კურთხევის მორჩილება გამოია ნაყოფი რომ უთხრა იონე მამა იონემ რომ ჯერ მამა შეიწავა მერე შენ და ნამდვილად ესეც მოხდა. ამიტომ სანამ მამა ცოცხალ დასულიყო ეს ღვაწლი არ იქნებოდა ამ ქონების გაცემის. ეხლა მიეცა რომ მეტი მიეცა ვიდრე მან ითხოვა. ანუ ვერობის საკითხი არა მარტო ამ სოფლის დატოვება, უპოვარება თავისუფლად ვეცის მოყარებისაგან, ანგარებისგან და პირიქით თუ რამე გააჩნია სული ამისგან განთავისუფლებისა. მაგრამ მიჯაჭვული არ იყო სამშობლო. ცადია მრავალნი ამას ვერ დაიტევენ, როგორც მაცხოვარი უბნება მოწაფეებს ვისაც შესაძლებელი ცხონება და კაცად შეუძლებელია, ისე ყოფილი შესაძლებელია. და მე ამბობს რომ არის საჭურისი, ვინც დაბადებით არიან საჭურისი. და მათ არ აქვს ბრძოლანაირი. არიან საჭურისი, მათ კაცებთან დაისაჭურისან ძალადობით და არიან ვინც დაისაჭურისა თავი სასופველისათვისო. აი ეს არის ნიშნება ბერგმანზე ცხოვრებაზე, რომ დაისაჭურო თავი თვისი, ნუ პირდაპირ გაგებით ხო ეს მაზოხიზმი იქნება. და ვნებების განთავისუფლება არის პირველში. ბრძოლა ვნებებთან და ძლევა მათზე და განთავისუფლება ვნებათაგან. რომელიც ცოტაც არ უნდა იყოს, რომელიც ჩვენში არის და მეფობს კიდევაც. ამპარტოვნება, პატიმოყარება, თავის მოყარება, დიდების მოყარება, ვესის მოყარება, ანგარება, აგროვანება, გემოთ მოყარება, რამდენი ჩავთვალთ კიდე, ჩავთვალთ და აი ამისგან განთავისუფლება მართლაც ადამიანს. ამიტომ მამოს მოთხრა რომ მრავალთათვის შესაძლებელი, კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისშეწევა შესაძლებელი. და რჩეულნი არიან ღვთისაგან ადამიანები. და იქ დაგვანახა რაღაც ეკლესიამ შიომღვიმელის მაგალითზე დაშენს იყო ზეცისა კაცი ქვეყანაზე. და თიანთვარი მონაზამთავ. მაგალითი მარხვისა და ლოცვისა. ხო, იონის დედაზნელი იყო მის თორმეტი მოწაფე, მაგრამ მათგან მხოლოდ შიომღვიმელმა იტევა ეს ღვაწლი, როდესაც ღვიმეში შევიდა, საგანგებოდ შექმნა ეს ღვიმე, შევიდა და თუ არ მიშლება 9 წელი იქ დაყო. გამოუშველად. ანუ შინოსოფოს განიშნულო ქალაქიდან გადახვიდა მონასტერში. შეიძლება ქონება არ ქონდეს და უბრალოდ მონასტერსაც გამოიყოფი, იმიტომ მონასტერშიც არის ხოლმე სხვადასხვა არიან იქ მორჩილები, მსახურნი, მონაზონი და მათ ადამიანური ჩვენ დაცული ბუნების რაღაცა ფორმით თავს იჩენს ხოლმე იქ. და იქ სული გასვლა აი მაგრამ რამ გააბედინა? არა თვითნებურად. იმიტომ ვიცი ნებურად იწყებს მოღვაწეობას, არ წარემატება მას ეს გზა. და კურთხევით კი. აი ღირსმამა სერაფიმ საროველი 3 წელი იყო ხო გასულ დღეში და იქ ლოდი იყო და იმ ლოდზე დგებოდა იქ ლოცულობდა 3 წლის განმავლობაში, მაგრამ მე დაბრუნდა მონასტერში. რატომ? კურთხევა მიიღო.
ამ თავის ლოცავებისას და ღვაწლის დროს ისელა რომ დაბრუნდია ხო და ერთ ჭირდება ახლა და ხისი მამაშიო 9 წელი იყო რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა თავარი რომ კურთხევით ახარ იქ და კურთხევის ძალით მოღვაწეობ შენ არ შენ არამედ შენ მიერ უფალი და უფლის მიერ შენ ამას ახერხებ რატო ეს მაგათი ჩვენ არავინ არ ითხოვს შენგან უფალი არ ითხოვს შენგან რომ ღიმეში შედი და იხარ 9 წელი არ იმაზე 3 წელი იყავი თან ლოძზე გაჩერებული არა შეიცენ თავი შენი ღვთის წინაშე როგორი ხარ რა გჭირს რა გაფრთხილებს ლოცვისას მარხვისას ადრეთ ურთიერთობისას და ამისგან განთავისუფლება დაიწყე ეს არის სოფლზე გასვლა თუ აქედან ვერ გახვედი მაშინ სოფელი გაყვება სადაც არ წახვიდე მონასტერი იქნება წევრე იქნება სოფელი გაყვება ამათ იმ სახით აუცილებლად და აუცილებლად მახესა დაგიდო სასულს შევარდებს კიდევ ის მაგათი შემიძლით ბერმონზე ცხოვრობდი და როგორი დაცემულა მე გასულა მაშინ ვითომ სამოღვაწეოდ მიდიოდა და დაცემისკენ წასულა და სინანული და თამდაბლობით მე ისე მოქცეულა და ცხონებულა კიდევაც გვაქვს მაგალითები ასე რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ღირს მამაშიო ღიმელის ხსენებით ყველის ხუთშაბათ დღეს მოგვიწოდეს რომ თქვენს მიბაძეთ მაგრამ არა ღიმეში დაყუდებით არა იმ უკაცესი მარხვით არამედ მოძრის კურთხევის შესრულებით თუ ის თქვენი მოძღვარია თუ ის მართლა მოძღვარია მაშინ გამოსცადეთ ის როგორ თქვენ როგორ გამოსცადოთ საქმეებიდან ჩანს მიცხოვრებიდან წესიდან ურთიერთობიდან ჩანს იცის მან თუ არ იცის ღვთის სიტყვა და ასრულებს თუ არა სიტყვას ხო ცნებები იცის მაგრამ ასრულებს თუ არა ცნებებს თვითონ როგორია თვითა ბერთავის იონეს შახებს რომ არავის უნახავსო განრისხებულიო ან გაღიზიანებული ცოტაცია სულ სიყოს ღიმილი ქონდა ნათელი სახეზეო ისე სიმშვიდე მოიპოვა თამდაბლობით და ორჩილებით ანუ გული განთვა იყო უფლის სიყვარულით სიყვარული იქ არ არის ბრისხანება განკითხვა იქ არ არის სიბრაზე და ასე შემდეგ ბრისხანება მithumetes აი არ წასულა სადმიდაბლოში პირის უდიდესი ღვაწლი ტვირთა ოდესაც ჩინეთში დაიწყო დევნა ეკლესიის და ქრისტიანების იძულებული გახდა წასულიყო და ჯერ მაგრამ ყავდა აყვანილი ბევრი ქუჩიდან ბავშვი უპატრონო შოვის გარეშე და იმას ვერ ტოვებდა და მოიპოვა სახსები რომ ამერიკა არ ღებულობდა არავის არ ღებულობდა მაშინ და ერთ-ერთ კუნძულზე გადავიდა ოკეანეში კუნძულს გაიგო რომ იქ შეიძლება შევიდეს იქ დატოვა ეს ბავშვები და თავისი მოჩილები რომ ეპატრონოთ მათთვის და თვითონ მარტო წავიდა ამერიკაში მიაღწია იმას რომ გამონაკლის სახით მას მისცეს ამის უფლება ეს ბავშვები იქ შეიყვანა აი რა ოდენი ღვაწლი და სიყვარული ჰქონდა მზამის როგორ გიორგი თათიძეებმა 80 ბავშვი წამოიყვანა საქართველოსთან და პატრონდარჩენ ბავშვები და კონსტიტუციაში მიიღო მეცნიერება დაიცვალა მიიცვალა და იმ ბავშვებს შემდეგი არ ვიცით მაგრამ მისი ღვაწლი ეს იყო აი როდესაც 90 წლებში ქუჩაში აღმოჩნდნენ ბავშვები პატეს კურთხევით მოხდა ამ ბავშვების შეკრება ის ისე მონასტერის მიერ გახსნა მეუთხე დედო აი ქესო საშუალება გიდო აი აკეთო მოიყვანეს ბავშვებიო გადაარჩინეო და ქუჩიდან წამოიყვანეს აღარ ვიცი რომ 80 შილება იყო 40-50 ნამდვილად იქნებოდა. ფილმები
ისინი იმათ თავისი მშობლები მოიყვანეს იმ სავანში, სადაც დედებმა დადგინეს ეს მათი საარსებო ადგილი ძეგლში. ხო? და მაშინ იმისა ქვია მინისტრი სოციალურყოფის მინისტრი. უფლება ეს ვინა ყოფილა იმ მონაზონზე ეს პატარა გოგო რა იქნა ეს კედელთან იმახელა მეო ეს ვერავინ გამბედო ვერავინ შეძლო ამა როგორ შეძლო ისე მივაყენე რომ მე რა დავთანხმებოდი მის მოთხოვნაზე უნამუს კაცი ყოფილიყავ და დაუთმევ რა იყო მოხუცებულთა თავში საფარი იყო ძეგლში და პატრონება გაიყვანეს სახლებში იმიტომ რომ არაფერი აღარ იყო არც კვება არც ზედამხედველობა ხელფასები არაფერი არ იყო დარჩა ეს შენობები цаრიელი მაგრამ იყო სოციალურყოფის სამინისტროს ქონება ეთიშლებოდა და მივიდა მინისტრი გაბედოდა ისეთი სიტყვები უთხრა რომ ამაცალო თვითონ ამაცალო იქ აპირდა რაღაცა რესტორნის ასტუმრაც მოთხოვს აპირებდა და აი ამ ბავშვი გადასარჩენად ისე და ისე უთხრა რომ შეხედა ბავშვს გავს ისეთი სახე გონია რომ არა მასოფლის არისო კადა თორეს კი შოფერზე ფუძლიერი აღმოჩნდა ეიქს მაგალითზე თავში საფრთხე იქ ბავშვებს იმ ქუჩიდან მშობლებიც იქ მოყავდათ სკოლა გაიხსნა მე მათი განვითარებისას უნდა იყო დედები კიდე იქ ზრუნავდნენ ანუ ყოველ ეპოქაში შესაძლებელია ეს თუ ჩვენ გვაქვს ეს სიყვარული თუ ჩვენ გვაქვს ეს მოწყალება და თუ გვაქვს კურთხევა თავისთან გაუკეთებიათ ეს დედები ყავდათ თვითონ თავის მონასტერში არაფერი დარდებოდა პატიახა დაიბარო უთხრა ეს რო ხალხო თქვენ არ გედარდებათ თუ ქუჩაში ბავშვები ვარიან უპატრონო დაიხუებიან ესენი უნდა გადავარჩინოთ კურთხევა იყო და შეასრულეს აი მაგრამ ვინ არის მაგურთხეველი ვინც არის ერთ ჩვენთვის მაგალითი სული ცხოვრებისა სიყვარულის მოთმინებისა თანდაბრობისა მიტევებისა და ჩვენ სიმტკიცისა მაგრამ ეკლესია ჩვენ გახსენს აი შეუქმნის მაგალითით რა მწერლობა შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა თუ გამოდის კურთხევით და სიყვარულით და რწმენით მოწყალებით ხალობით შეუდგება გზას და საქმეს უფალი გამოუჩენს მისი ძალისამებრ რა შეუძლია მას იფირთოს აი ეს არის ზოგს მეტი ზოგს ნაკლები მაგრამ იმ ნაკლების და იმ მეტის საზომი რა არის ვინც ნაკლები იტვირთა მეტის თვითონი არ იყო იმის ეს იყო ყველაზე მეტი ისეთ მეტი შეეძლო მეტი მაგრამ იმის ეს ნაკლები რაც იმან იტვირთა რაოდენობა ხის არ აქვს მნიშვნელობა ისაც მიეცახთისაგან კურთხევით და შეასრულა ის არის რაც მეტობა და რამდენი არის ის ამას არ აქვს მნიშვნელობა აი ეს მაგალითი მოხდა ჩვენ ეს წერვალი მონაზონის ცხოვრებისა ასე განდეგილობისა და მითხრა რომ თქვენი გზა იპოვეთ თქვენი საცხონებელი საქმე იპოვეთ მეც გაპოვნით მოდის კურთხევით და შეგარლებინოთ ეს ჯვარისთვის თქვა საცხოვნო თქვენ და ამინ